ძალიან მიხარია ჩემს სამსახურში მოსვლა. შვებას მგურის თუ ვინმეს დავეხმარები ეს პაციენტი იქნება, თანამშრომელი იქნება და რაიმე საკითხს დადებითად გადაუჭრი. მე ვარ თინა თინგოგუაძე, ექიმი პედიატრი. ჩემი მუშაობის თითქმის 45 წლიანი სტაჟის პერიოდში მომიწია მუშაობა სამედიცინო ლანჩხუთის სამედიცინო სამსახურის სხვადასხვა სფეროში. პირველად დავიწყე მუშაობა ერთ-ერთი სოფლის უბნის ექიმად. ჩემი მუშაობის პერიოდი იყო როგორც რთული, ასევე საინტერესო. სამოქალაქო ომის პერიოდში მე მუშაობდი მთავარი ექიმის მოადგილედ სამკურნალო დარგში და ამავდროულად ვიყავი ბავშვთა განყოფილების ექიმი პედიატრი. ჩვენი საავადმყოფო სავსე იყო დაჭრილებით, კეთდებოდა რთული ოპერაციები, ჰქონდა მხედრიონი შემოტევაც და ჩემი სამუშაო საათი განსაზღვრული არ იყო. სახლში მისულს უკან დაბრუნება მიწევდა. დღეში ვღებულობდი 30-40 პაციენტს. მიუხედავად იმისა, რომ კვლევის ძალიან მწირი საშუალებები იყო შედარებით მაშინ და ექიმი დიაგნოზს ძირითადად სვამდა ანამნეზით და კლინიკური მონაცემებით, ძალიან დიდი იყო რაიონის მოსახლეობის ნდობა სამედიცინო პერსონალის მიმართ და პატივისცემა. საგანგაშოა ის, რომ ალბათ არც სხვა რაიონი იქნება გამონაკლისი, რომ ახალგაზრდა კადრების ჩანაცვლება არ ხდება. ყოველთვის ექიმის მძიმე შრომის შედეგი, როცა პაციენტი გამოჯამრთელდება და მადლიერ პაციენტს ნახავს და ჩემ შემთხვევაში ამავდროულად მადლიერ მშობლებს, ეს არის ექიმის მძიმე გავლილი შრომის საფასური. ეს ყოველთვის იმდენად მომხიბვლელია, ზუსტად ამ ხიბლმა გადამაწყვეტინა ჩემი პროფესიის არჩევანი.